მოგესალმებით სვიფასო ტელემაყურებლებო. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და მშვიდობას, ხვავს, ბარაქას და დიდ წარმატებებს გისურვებთ. გასული კვირა იყო ძალიან დატვირთული, როგორც საერთაშორისო მოვლენებით, ასევე საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესებით და ვეცდები თქვენთან ერთად განვიხილო მთავარი მოვლენები, რომელიც განვითარდა მსოფლიოში და გვეხება ჩვენც და ასევე საქართველოში განვითარებული მოვლენებით. უმთავრესი მაინც რასაც დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება ყურადღებით არის რუსეთის აგრესია უკრაინაში და ეს დაუსრულებელი ომი, რომელიც აწუხებს ყველა კეთილინების ადამიანის სამყაროში და ფაქტობრივად გასულ კვირას ყველანი ველოდებოდით ამერიკის პრეზიდენტთან უკრაინის დელეგაციის ჩასვლას და ამერიკა უკრაინის მოლაპარაკებებს, რომელიც გაიმართა კვირას ტრამპის რეზიდენციაში ფლორიდაში. შეიძლება თქვათ, რომ ამ შეხვედრამ მოიტანა სერიოზული პროგრესი, მოიტანა ისეთი მოვლენები და ისეთი განცხადებები, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, რომელმაც გარკვეულად შეცვალა ამინდი ამ საშინელ ომში და გამოკვეთა პრიორიტეტები, რომელსაც აქამდე ველოდით, თუნდაც ამერიკის მხრიდან, მაგრამ არ ჩანდა. რა მაქვს ხედველობაში? პირველი ეს იყო ტონი და ფორმა შეხვედრისა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა ფლორიდაში და ეს შეხვედრა იმართებოდა სწორედ მარ-ა-ლაგოში პრეზიდენტ ტრამპის საკუთარ რეზიდენციაში. შეხვედრა იყო ძალიან გულთბილი, ღია, მას ეცრებოდნენ ჟურნალისტები და ჟურნალისტების თვალწინ ტრამპმა ზელენსკის უწოდა მამაცი და განსაკუთრებული მეთაური, რომელმაც თავის გმირ ხალხს მისცა საშუალება დაეცვათ თავი აგრესორისგან და მან ძალიან ბევრი აიტანა, მოითმინა და ჩვენგან მადლობას იმსახურებს. ეს პირველად მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპისგან, გახსოვს ყველას ის ძალიან დამამცირებელი და ცუდი მოპყრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან ერთად, როცა გაკითხვის დღე მოუწყვეს ზელენსკის. დღეს ვიხილეთ სულ სხვა სურათი, რამაც გარკვეული გაკვირვება მოსკოვშიც გამოიწვია. შემდეგ შეხვედრა იყო თავად შეხვედრა, რომელსაც თავიდან ჟურნალისტები ეცრებოდნენ. შემდეგ ეს შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. იყო ძალიან მაღალი რანგის, მას როგორც უკრაინის მხრიდან ეცრებოდნენ ზელენსკის მაღალი რანგის მინისტრები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მუშაკები, ასევე ამერიკის მხრიდან ეცრებოდნენ მაღალი რანგის სამხედროები და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. როდესაც დასრულდა ეს შეხვედრა, პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის 95% სამშვიდობო შეთანხმების ის 20 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მუშავდებოდა ამერიკასა და უკრაინას შორის, რომ სწორედ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაუგზავნა ტრამპს თავისი ვარიანტი დამუშავებული, რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადეს და ტრამპი აცხადებდა, რომ სანამ მე არ მივიღებ და ჩემი დამტკიცება არ ექნება, ეს არაფერს არ ნიშნავს და ასე შემდეგ. პრაქტიკულად გამოვიდა ჩვენ კვირას, ანუ გუშინ
პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინეთ, რომ 95% ამ გეგმის ფაქტობრივად დაამტკიცა და სიტყვა სიტყვით ბრძანა, რომ მხოლოდ 2-3 საკითხი დარჩა, რომელზეც მუშაობას გავაგრძელებთ და რომელზეც საქმის კურსში მან ჩაატარა ასევე რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც ელაპარაკა ამ შეხვედრის დაწყებამდე და გამოთქვა ასევე სურვილი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგაც დაუკავშირდება მას. ბუნებრივია, ყველა ხვდება, რომ ეს 2-3 პუნქტი ეხება მთავარს, ანუ ტერიტორიების საკითხს. დღეს Fox News-ი ყველაზე სანდო, ასე ვთქვათ, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცემა წერდა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ დათანხმდა რუსების უიტკოფის და კუშნერის მიერ ჩამოტანილ წინააღმდეგობას, რომ უკრაინის ჯარი გავიდეს დონბასიდან და მოხდეს დონბასის ფაქტობრივი აღიარება. ზელენსკიმ ამ ფლორიდის შეხვედრაზე იგივე დაადასტურა, რომ სანამ არ ჩატარდება რეფერენდუმი, სანამ ეს საკითხი უკრაინელი ხალხის წინაშე არ დაისმევა ღია პლებისციტის სახით, ის რა თქმა უნდა არასოდეს არ დათანხმდება ამას და გაიმეორა თავისი ვარიანტი, რომელიც დაფიქსირებული ამ 20 პუნქტში, რომელიც ახლა ფაქტობრივად 95% დაამტკიცა ტრამპმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს ფრონტის ხაზის მიხედვით, უნდა ჩატარდეს 3 თვის განმავლობაში რეფერენდუმი თავისუფალი გამოხატვის უფლებით, რომელიც გაცვის ან უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის შეერთებული შტატები აიღეს თავის თავზე. ამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შემდეგ, როცა უკვე ცეცხლი შეწყვეტილი იქნება, შესაძლებელი იქნება მხარეები, ანუ უკრაინის და რუსეთის მხარე, თავად ამერიკის და ევროპის ლიდერების მონაწილეობით შეთანხმდებიან, თუ როგორი შეიძლება იყოს ხანგრძლივ ვადიანი ზავის და მშვიდობის სახე უკრაინაში. და მაინც ყველაზე მთავარი, რაზედაც პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელზეც ტრამპმა ბრძანა, რომ ის ამ გარანტიებს, ის თანახმა ამ გარანტიებზე და ამ გარანტიების შესახებ დოკუმენტს წარუდგენს კონგრესს. სწორედ აი ამაზე მიდიოდა საუბარი, მათ შორის ევროპის ლიდერების მხრიდან, ისინი თხოვდნენ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ამერიკის გარანტია მაინც სხვა ძალის იქნებოდა და ევროპულ გარანტიებთან ერთად ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ სახეს, თანაც ხანგრძლივ ვადიანი საკანონმდებლო წესით დამტკიცებულ სახეს, კონგრესის მიერ მიღებული აქტი ამ გარანტიებზე იქნებოდა სწორედ ამის ხელშესახებით დაზღვევა, რომ რუსეთი ვეღარ გაბედავდა მომავალში ამ სამშვიდობო შეთანხმების პირობების გარღვევას და უკრაინის აგრესიის განახლებას. უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის უმთავრესი პუნქტი, თანაც არა მარტო უკრაინისთვის. აი კონგრესში ასეთი გარანტიების დამტკიცება ამერიკის მხრიდან არის ისეთივე ძალის მქონე, როგორც ნატოს მეხუთე პუნქტი, და თუ უკრაინა დათანხმდება იმას, რომ ამ გარანტიების შემთხვევაში მოიხსნა საკითხი, რომელიც აღიზიანებს რუსეთს, რომ ნატო აღარ დასვამს უკრაინის წევრობის საკითხს, თუ ასეთი გარანტია ამერიკის მხრიდან დაიდება, ანალოგიური გარანტიები და მზად არიან ევროპის ქვეყნები გააფორმონ ასევე უკრაინასთან, ეს ფაქტობრივად და შინაარსობრივადაც იგივეა, ან კიდევ უფრო მეტია ვიდრე მეხუთე პუნქტი, ნატოსი, რომ ეს ქვეყნები ყველანი იღებენ გარანტიას, რომ დაღუპვის შემთხვევაში უკრაინის მხარეს დადგებიან და დაიცავენ უკრაინას. და ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი. ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, რაც განვითარდა სწორედ ფლორიდის შეხვედრაზე და რამაც შესაძლებელია სერიოზულად დააფიქროს რუსეთი, რომ
ეს პროცესები წინ მიდის და ასეთი ხისტი განცხადებები, რომ ჩვენ ტერიტორიული ჩვენი, თქვათ, გეგმის მიხედვით, რომ დონბასი ჩვენია, ყირიმი ჩვენია და ასე შემდეგ, ეს არის შეუსრულებელი. ამაზე უკრაინა არ დათანხმდება, სიტუაციებიც იცვლება ბატონებო. როგორ იცვლება? და რას შეიძლება მოვაწეროთ დონალდ ტრამპის ასეთი უკრაინის მიმართ უფრო ლოიალური, უფრო სამართლიანი, თქვათ, პირდაპირ დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვიხილეთ ფლორიდაში. ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ შტატებში განსაკუთრებით, სადაც როგორც წესი რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ და მათ რესპუბლიკელების შტატები ერქვათ, დაფიქსირდა ძალიან სერიოზული ცვლილებები დემოკრატების სასარგებლოდ. თუ ჩვენ გავიხსენებთ, როგორი კონფუზია მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამ ნიუ-იორკში, სადაც დემოკრატმა კანდიდატმა მამდანე გაიმარჯვა ძალიან დიდი უპირატესობით და რესპუბლიკელები იძულებულები გახდნენ ამას შერიგებოდნენ. მაგალითად, კენტუკის შტატში ბოლო გამოკითხვებით, რომელიც რესპუბლიკელების იყო ყოველთვის, 75% აქვს დემოკრატების კანდიდატს და მხოლოდ 25 რესპუბლიკელი. თავად ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანწილად ეს კატასტროფა, შეიძლება ასე დავარქვათ ამას, რაც ახლა ხდება კენტუკის შტატის სამომრჩევლებში რესპუბლიკელების მიმართ, გამოიწვია სწორედ ტრამპის შეთამაშებებმა რუსეთთან, ეს კუშნერი უიტკოფის დაუსრულებელმა ვიზიტებმა მოსკოვში და დითირამბებმა პუტინის მიმართ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ხედველობაში, რომ დემოკრატი ამომრჩევლის 75% ამერიკაში გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინას და 63% რესპუბლიკელების მხარდამჭერების ასევე გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინას. ასეთ პირობებში, ბატონებო, გასაგებია, რომ მომავალ წელს, რომელსაც საარჩევნო წელია, სენატშიც გამოკლებული დეპუტატების და ჰაუსში, ანუ წარმომადგენლობით პალატაში. და ტრამპი იცვლებული ეს გაითვალისწინოს, რომ შეიძლება რესპუბლიკურმა პარტიამ დაკარგოს უმრავლესობა. სულ მინდა შეგახსენოთ, რომ სენატში მაგალითად სამი ერთეულია განსხვავება 100 კაციან სენატში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის რესპუბლიკელების სასარგებლოდ. თუ ზუსტად მახსოვს, 18 წელს შუალედური არჩევნები ხდება ახლა 2026 წელს. ხო წარმოგიდგენიათ ეს არჩევნები რომ წააგოს რესპუბლიკურმა პარტიამ, ისინი დაკარგავენ სენატში უმრავლესობას და შესაბამისად დაკარგავენ საკანონმდებლო ბერკეტებს, რაც კატასტროფა იქნება ტრამპისთვის და მისი პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წელიც იქნება ძალიან სუსტი. ფაქტობრივად ეს აიძულებს, რა თქმა უნდა, ტრამპს, რაც მას შინაგანად როგორი განწყობაც არ უნდა ქონდეს რუსეთის მიმართ, რომ იყოს უფრო ლოიალური იმ განწყობის მიმართ, რომელიც აქვს ამერიკის მოქალაქეები. ამიტომაც შეიძლება შესაძლებელია ჩვენი მივიღეთ ასეთი შეხვედრა გულთბილი, სადაც მამაცი ეწოდა ადამიანს, რომელსაც პუტინი ეძახის ტერორისტს, არალეგიტიმურს, რაღაც ნაციონალისტს, ფაშისტს და ასე შემდეგ. ეს ადამიანი იქნა მიღებული უმაღლესი რანგის პროტოკოლით და შესაბამისად იქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო, წინა დღეს სანამ დაიწყებოდა შეხვედრა, ტრამპმა რუსეთის ეკონომიკა დაახასიათა როგორც ძალიან მძიმე პრობლემების მქონე. ამ საუბარში მან ისიც ახსენა,
რომ პუტინს 4 დღეში უნდა აიღო კიევი, მაგრამ ახლა ყველა ვიცით სადაც არის. თავად, როდესაც წარდგენ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან, ტრამპი განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიები ახლა იბომბება სერიოზულად და ამას ეს კაცი მე არ ვაკეთებ, ამას ეს კაცი აკეთებსო მიუთითა ზელენსკიზე. ყველაფერი ეს არის შეცვლილი რიტორიკა, რომელიც ანგრევს კრემლის პროპაგანდისტულ ბერკეტებს. როგორი იყო ბერკეტი, რომ ჩვენ ფრონტზე წინ მივიწევთ, აი ისინი იყენებდნენ ტრამპის ადრენათქვამს სიტყვებს, რომ ზელენსკის კოზირები არ გააჩნია, ზელენსკი აგებს ამ ომს, ზელენსკი დაგარგავს ტერიტორიებს და ასე შემდეგ. დღეს ეს გაცილებით სამართლიანი, გაცილებით სწორი აქმით იყო წარმოჩენილი, რამაც უნდა დააფიქროს, რა თქმა უნდა, მოსკოვშიც მეორე მხარე, რომ შემდგომი ინტერვიუები ტრამპის ალბათ უფრო მწარე იქნება, იქ უფრო მეტ მწარე სიმართლეს დაინახავენ და შეხვდებიან მოსკოვში, ვინაიდან უკვე იწყება საარჩევნო პროცესი, თებერვლიდან მარტიდან ეს უკვე სულ სხვა სახეს მიიღებს და შესაბამისად უნდა ჩავთვალოთ თვითფასო ტელემაყურებელო ტრამპის შეთამაშებებით მოსკოვთან დასრულდება, თუმცა ახლაც იყო რაღაც გარკვეული პასაჟები, რომ მოსკოვი მზად არის თითქოს უკრაინას დაეხმაროს აღდგენაში და რეკონსტრუქციაში, რომ თითქოს იქ უნდა ვიჩქაროთ, თორემ რუსეთმა შეიძლება კიდე რაღაც ახალი იარაღი გამოიყენოს და რაღაც ასე შემდეგ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მთლიანობაში თითქმის 80-85% ტრამპი იყო გაცილებით სამართლიანი, გაცილებით უფრო პრაგმატული და შემართული იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი მიიღოს გარანტიები ამერიკის მხრიდან, რასაც მოყვება გარანტიები სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის ევროპის ქვეყნების მხრიდან და ეს გამოიწვევს ხანგრძლივ ვადიან მშვიდობას. ეს გვეხება ჩვენს საქართველოს, ეს ეხება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, ვინაიდან სწორედ ამან უნდა ააღებინოს ხელი იმ უტოპიურ საშინელ გეგმაზე, რაც პუტინს ჰქონდა, როცა იწყებდა ის ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში და რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის აღდგენა. სწორედ აი ამ გარანტიამ დადებულმა ამერიკის მიერ, დადებულმა სხვა ქვეყნების მიერ უნდა ააღებინოს ხელი პუტინს სამუდამოდ მითიურ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. რომ სპეცოპერაცია და საერთოდ ტერმინი სპეციალურის გამოყენება, რო გავიხსენოთ თავად მეორე მსოფლიო ომი და გერმანელების ბლიცკრიგმა, ბლიცკრიგის ბარბაროსა, ის გათვლილი იყო 3 თვეზე. 3 თვეში უნდა დასრულებულიყო ბლიცკრიგი, მას იმიტომ ერქვა, რომ ორი თავიდან ასე იყო გათვლილი, რომ ორი მიმართულებით უნდა შეეტიოთ, მე შეეტიათ, ამას დაემატა მე მესამე ცენტრი, მაგრამ ამ 3 მიმართულებას 3 თვეში უნდა მიაღწია მოსკოვამდე და აიღო მოსკოვი. ასეთი იყო ბლიცკრიგის საგულდაგულოდ დამუშავებული გეგმა, რაც ვერ შეძლო გერმანიამ და ითვლება დღემდე, რომ ძირითადად სწორედ ამის გამო წააგო მან საბოლოოდ ჯამში ეს ომი გაჭიანურდა და 5 წლით და საბოლოოდ დამთავრდა გერმანელების მარცხით. უნდა თქვა პირდაპირ, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, როგორც უშუალოდ საკითხების სპეციალისტმა, რომ იგივე ბედი ელის თითქმის რუსეთს, რომელსაც სპეცოპერაცია გერმანიის განსხვავებით 3 დღეში უნდა დაემთავრებინა და ეს მოვიშვინეთ ჩვენ თავად პუტინისგან. გავიდა 3 წელი ბატონებო, უფრო მეტი და ეს სპეციალური ისევ ასე ქვია, ანუ ცოცხალი თავით ასვს პუტინს, რომ ამას ომი დაარქვას, სპეციალური ოპერაცია უკვე მესამე წელია, 3 წელიწადზე მეტია გრძელდება და გადაიქცა სისხლის მღრელ საშინელ ჭაობად, რომელსაც ეწირებიან ადამიანები, მათ შორის ქალები, ბავშვები, ესვრიან ბალისტიკურ რაკეტებს და ფუგასურ ბომბებს, 3 ტონიან ბომბებს ესვრიან საცხოვრებელ კორპუსებს, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ამას ბოლო არ უჩანს.
ამიტომაც ყველა ლოგიკას ფორმალურსაც და არაფორმალურსაც ვიყავათ, რომ აგრესორი ამ შემთხვევაში უნდა დამარცხდეს. დამარცხება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ კიევმა უნდა იყოს მოსკოვი. დამარცხება ნიშნავს ამ შემთხვევაში, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს, დაანებოს თავი უკრაინის ტერიტორიების დაპყრობას, დაანებოს უკრაინელ ხალხს, სუვერენულ უკრაინას, რომელიც მან თვითონვე ცნობს თავის დროზე და გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავისი სუვერენიტეტული ცხოვრება, აღადგინოს, ძალიანად აღადგინოს დანგრეული ქალაქები, მოთხოვოს რეპარაცია რუსეთს, ვის დაუნგრია სწორედ ეს ქალაქები, აი ეს საიქნება ბატონო თვითონ ჩემო მაყურებლებო და ბატონებო, ზუსტად სამართლიანობა, რასაც ერქმევა პუტინის მარცხი და რა თქმა უნდა ისი გავლენაც მოსკოვში არსოთ. რა თქმა უნდა შეიძლება ამას თელმან სოფლიო მარცხი არ დაარქვას, რომ სახე შეუნარჩუნონ რუსეთ, დაარქვან სამშვიდობო გეგმა, ხანგრძლივადიანი ზავი, რა გნება, თავარია ეს ცეცხლი შეწყდეს. თავარია რომ უკრაინის აღდგენა დაიწყოს, დებილები დაუბრუნდნენ თავად სახლებს, ბავშვები გადარჩნენ, ადამიანები გადარჩნენ, დაუბრუნდნენ ეს დიდი ქვეყანა, 40 მილიონი ქვეყანა დაუბრუნდა მშვიდობიან და ნორმალურ ცხოვრებას. რაც შეეხება ჩვენთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო, რა თქმა უნდა, გაგრძელება იმ პროცესისა, რაც საქართველოს მთავრობამ წამოიწყო, ასე მოკლედ დავარქმით, ჩვენიანებს ვიჭერთ. დაიჭირეს უშიშროების მინისტრი, რომელსაც ბრალად დასდეს საშინელი სისხლის სამართლის დანაშაულები. ეს არის ძალიან დიდი ოდენობით ქრთამის აღება, მათ შორის ქრთამის აღება თურქეთის მოქალაქისგან. ამაზე პირდაპირ ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა, დაასახელა ეს პირი, რაც ძალიან გამიკვირდა, მართალი გითხრათ, ჩაღათაი ულქერი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც არ არის რიგითი მოქალაქე, გადაიმისა, რომ ის აჭარ ენერჯის გენერალური დირექტორია. ამავე დროს ის არის თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანიის ექსიმ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი. ეს აჭარ ენერჯი უკვე 10 წელიწადზე მეტია ოპერირებს აჭარაში. მას 200 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული სწორედ აჭარის ენერგეტიკული ობიექტების აღდგენაში, მშენებლობაში, გამართვაში. მას ძალიან კარგი დამოუკიდებლობა და ურთიერთობა ჰქონდა როგორც ადგილობრივ პრემიერთან, რიჟვაძესთან, ასევე თბილისის ხელისუფლებასთან. ბევრი ჩვენ სატელევიზიო სიუჟეტი გვინახავს, როდესაც პრემიერები მას ხელს ათმობდნენ და მასთან ერთად იხილავდნენ განვითარებას, მათ შორის ირაკლი კობახიძეც. აი ამ ჩაღათაი ულქერისგან 10 მეტი არცნაკლები უშიშროების მინის აუღია 1 მილიონი დოლარი და ამას ამტკიცებს პროკურატურა. ბრალად წარუდგინეს ეს ჩვენი ქვეყნის უშიშროების მინის. ხა თურქეთს რომ საქართველოში აქ ინტერესები არა მხოლოდ საინვესტიციო, არამედ პოლიტიკური და მათ შორის ტერიტორიული, თუმცა არაერთხელ მოგვისმინია თავად ბატონი ერდოგანისგან, ხო, ხან ლექსად და ხან პროზით. და ასეთი ამ ქვეყნის წარმომადგენლისგან ჩვენი ქვეყნის უშიშროების მინისტრი აქ ბრალი წარდგენილი, რომლის ქთამს იღებს და რაღაც ტერიტორიებს უყოფს თურქ ბიზნესმენს, რომელიც იმ დონის არის, რომ თურქეთში ესეთი დონის, როგორც ექსიმ ჰოლდინგია სამეცნიერო ან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, ისინი კი არიან დამოუკიდებლები თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ ესენი, როგორც ჩინეთში მაგალითად, են ფაქტობრივად სახელმწიფო კომპანიები, რომელიც ნაბიჯად გადადგამენ თურქეთის სახელმწიფო ინტერესების სწორედ გათვალისწინების გარეშე. და აი ამ კაცისგან 1 მილიონი დოლარი ქთამა დაუღია და ფაქტობრივად გამოდის, რომ
თურქეთის ამ წარმომადგენელმა ჩვენი უშიშროების მინისტრი დააჩოქა. აშენ 1 მილიონი და გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი. ამას ამტკიცებს დღეს ოცნების პროკურატურა. და ეს აქ ბრალად ოფიციალურად წარდგენილი და ეს ტელევიზიით რიხიანად წაიკითხეს და გვამცნეს. და აი ეს კაცი ჯერ როგორც თუ ზუსტად მახსოვს 3 წელი იყო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე და ის მართავდა ფაქტიურად და შემდეგ 7 წელი იყო უშიშროების მინისტრი საქართველოს ჩვენი საყვარელი სამშობლოს. ახლა თურმე ამაზე პასუხისმგებლობის აღება ოცნებას არ უნდა. არც ივანიშვილს, არც კობახიძეს დღევანდელ პრემიერს. ეს თურმე ყველაფერი ილაშვილმა ისე გააკეთა, რომ არავინ არაფერი არ იცოდა. იმ ილაშვილმა, რომელიც ასე ვთქვათ, შეუბღალავი რეპუტაციით, ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ 10 წელი, რომ შეუბღალავი რეპუტაციის კაცი, ხერხემალი, ну ასეთიც უნდა იყოს პრინციპში კაცი, რომელსაც ძალიან დიდი უფლებები აქვს და პლუს ყველაზე მთავარი მას ქონდა ჩაბარებული ქვეყანაში კორუფციის წინამდე. მე შეთხურავდა ბედის ირონიას. სწორედ ილაშვილს ებარა ქვეყანაში იქ იყო ანტიკორუფციული ბიურო, იყო სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც უნდა ებრძოლა კორუფციის წინამდე ქვეყანაში. აი ამ კაცმა 1 მილიონი დოლარი აიღო. არის ჯერ ჩვენ ეს მართლა ასე იყო თუ არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოცნების პროკურორი გენერალური ამას გვიმტკიცებს. მეორე ბრალი რაც მას წარუდგინეს და კიდევ უფრო გულის მომკლელი და დამამცირებელი მთელი მოსახლეობისთვის ეს არის ბავშვების, ბაღების ფულებს იპარავდაო ამ სეგმენტის ხელმძღვანელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიმე გვანცელაძე, რომელიც ახლა მისცეს საშუალება რომ გასულიყო ქვეყნიდან და ამერიკაში ოჯახთან ერთად ხან კალიფორნიაში დასვენების სურათებს დებს, ხან მანჰეტენზეა, ასე ვთქვათ, გამოჩგებული საუკეთესო რესტორნებში და თურმე ეს განცალაძე პერიოდულად აი ამ ბავშვების კვებიდან აუშენებელი ბაგაბაღების და დაუსრულებელი და ასეთი 24-ია, რომელიც უნდა დასრულებული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში და არ დასრულდა და ბავშვები იქ ვერ დადიან. აი აქედან მოპარულ ფულებს უყოფდა თურმე ილაშვილი უშიშროების მინისტრი. ესეც მოვისმინეთ სამწუხაროდ გენერალურ პროკურორისგან. ეს კატასტროფაა, ბატონებო. ეს მთლიანად მიუთითებს იმაზე, რომ ოცნება მე-14 წელს გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ყველანი ამ კორუფციის ჭაობში ცხოვრობდით, რომ ამას დავამატოთ რა ბრალი წარუდგინეს და 6,5 მილიონი ამოუღეს ღარიბაშვილს პრემიას, ორგზის პრემიას საქართველოს. სახლიდან ამოუღეს 6,5 მილიონი დოლარი. დაარქვეს ამას უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციას ახდენდა ყოფილი პრემიერი. ამას დავამატოთ ბურჯულაძე, თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარისკაცებს პარავდა ულუფებისგან ფულს, ტანსაცმლიდან, ფეხსაცმლიდან, უხარისხოს ყიდულობდა, ან საერთოდ არ ყიდულობდა და ფულს ისე იპარავდა და დღეს არის ციხეში. და ამ კაცს კიდევ ბრავად ედება, რომ თავისი ოჯახის წევრები, რომელიც ასევე დასაქმებული ყავდა თავდაცვის სამინისტროში, მათ ჰქონდათ და აკონტროლებდნენ ისინი არალეგალურ არყის და ვისკის ძალიან ცნობილი ბრენდების ქარხანა, დიდ ქარხანა, საწყობში ფაქტურად 76,000 ერთეული დამზადებული უკვე გასაყიდად დამზადებული პროდუქცია ამოიღეს და დალუქეს და ასევე ჰქონდათ არალეგალური, ასად გაფორმებული სიგარეტის წარმოებელი ქარხანა. ფილტრიანი, ჩვეულებრივი, თანამედროვე სტანდარტის სიგარეტს აწარმოებდნენ ისე, რომ თურმე ამის შესახებ არც პოლიციამ, არც უშიშროებამ არაფერი იცოდა. ამას არამედ არ დაიჯერებს, რა თქმა უნდა, ამას ბავშვიც არ დაიჯერებს. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ასეთი სიტუაცია. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე
რომეო მიქაუტაძის ასევე ციხეშია ანალოგიური ქთამებისთვის პროექტებს დამტკიცებისთვის, რომელიც მე 10 თითქმის არ განხორციელდა იმ ხარისხით და იმ სპეციფიკაციით, რომელიც იყო დამტკიცებული. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გაბუნიაც არის დაპატიმრებული და მასაც ბრავად ესեղება სწორედ რომ ხიდები ჩაინგრა 200-300 მილიონიანი პროექტები განსაკუთრებით ესეხება ქობულეთისას, სადაც კატასტროფული ვითარებაა, რომელიც უნდა დამთავრებულიყო 7 წლის წინ და დღესაც არ არის დასრულებული და 10 შანს პერსპექტივა, იმიტომ რომ ჩანგრეული მთავარი ხიდი, რომელიც ჩაინგრა სანამ დასრულდებოდა მთლიანად ეს ტრასა და კიდევ მანამდე ჩაინგრა რომ ხალხი არ დაიღუპა იქ. აი რა მივიღეთ ბატონებო, რაზე საუბრობს ოცნება? ისინი წარმატებული არიან. ბოლოს ახლა უკვე როდესაც აღარაფერი დაჩათ სალაპარაკო, ასეთი რამ გამოაცხადეს, რომ თურმე საქართველოში სულსაძე ფასები ევროპის ფასებზე მაღალი ყოფილა. ამას ყველანი ვერ უნდა ვით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ აქ იმდენი შავი ფულია გამოყრილი, რომ აიპებში, სიპებში 1000-ობით ხალხი გაფორმებული შტატგარეშე თანამშრომლები მიანიჭეს ამ აიპებს 1000-ობით და სიპებს უფლება, რომ კომერციულ ბანკში შეინახონ ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულები და რა სადმე აქვს ეს, რა საკეთებენ, რა პრემიებს უწერენ, რა ხელფასი დანამატებს უწერენ ამ ოცნების აქტივისტებს, აგიტატორებს, კოორდინატორებს, რომელიც ყველა გაფორმებული ყავთ ამ აიპებში და სიპებში და შტატგარეშე, რომ არ ჩაიხედოს არავინ, არ გააკონტროლოს იქ შტატგარეშეს, არ ეხება არანაირი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რა შეზღუდვები, კონკურსები, შტატგარეშეა და ნიშნავენ 1000-ობით ადამიანს და არ ვიცი ჩვენ ვინ არიან ეს და ესეც საიდუმლოდ აქვს ასეთ. ეხლა ერთი წუთი წარმოიდგინეთ, რომ სადღაც დაახლოებით 6 მილიარდს აღწევს. 6 მილიარდ ლარს წარმოიდგინეთ ხო? აი ეს თანხები, რომელიც აიპებში და სიპებშია თავმოყრილი. და ეს უდევთ კომერციულ ბანკებში და კიდევ იქიდან პროცენტებს იღებენ. ეს ცალკე ბიუჯეტია ქვეყანაში ამ აიპების და სიპების და ერთი წუთი წარმოიდგინეთ ეს ფული რომ გამოიყრება უცებ ბაზარზე. და მე უკვირთ. მაგალითად გოჭი უშინ წავიკითხე აგრო ხაბში, რომელიც ძალიან პოპულარულია სწორედ ამ ელიტური ჩინოვნიკური ელიტისთვის მართველი პარტიის 680 ლარი ღირდა ბატონო, 10 მეტრი 10 ნაკლები. შემწვარი გოჭი აგროხავში ღირდა 680 ლარი. ახლა პრემიერი ამბობს, რომ უშიშროები სამინისტროს და პოლიციას დაავალა. დაგვიდით? რა შუაშია უშიშროება? ერთი უშიშროება თურქი ბიზნესმენისგან იღებდა მილიონს. იმ ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის უშიშროებაზე ეფიქრა. და ახლა მეორე უშიშროებას ავალებენ, რომ დეზერტირების ბაზარში წავიდეს და ვალიკოს და თალიკოს გაწამებულ საწყას, რომელიც რაღაცა ჩამოიტანეს, გაუკონტროლოს, ქათამს ამდენად გაყიდიან. და უთხრას, რომ ამ ქათამს ნუ გაყიდი შენ 25 ლარა. წარმოგიდგენიათ საცხოვრო? და რაზე ვლაპარაკობთ? რა საბაზრო ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ? ან რა? იმის ნაცვლად რომ ძირითადად სულ იმპორტირებული საქონელია ამ ქსელებში საქართველოში. რომ იმპორტიერები ყველანი მილიონერები არიან და ცხედან პარლამენტში ყველანი ან წევრები არიან ოცნების თავად. ან ოცნების შემომწირველები არიან, თან სწირავენ 200,000, 300,000, ხო? და სწორედ ისინი სეგმენტს რომ 5 ლარიან შემოტანეს თურქეთიდან ან ირანიდან, თუნდაც წამალ 5 ლარად რომ შემოიტანენ აბარებენ ქსელებში, არა უშუალოდ დისტრიბუტორის მეშვეობით ან პირდაპირ და 35-40% ამატებენ, ან მეცაც არის შემთხვევები წამალზე, როცა 200-250% ამატებენ. და ყველა მიცის, რომ ახლა ჩვენ რა ვდგეთ, წავიდეთ თურქეთში, ჩვენი მანქანი და ვიანგაიშოთ ბენზინი რა დაждდება. იქ ერთი ღამე სასტუმროში გაჩერდება რა დაждდება, ვიყიდოთ წამლები, ჩამოვიტანოთ გზაში, ვაჟით გადავიხადოთ ამისი. მაინც უფრო იაფი დაგვიждდება ვიდრე თბილისში ნაყიდი წამა. წარმოგიდგენია? და ახლა ამბობენ ჩვენო ქსელებს უნდა შევუტიოთო უშიშროებამ და ქსელის მე გადავამოწმე ესე სპეციალურად ეს ქვეყნება
ყოველთვიურად რა არის მათი მოგება და მაქსიმალური მოგება არის 5% ყველაზე წარმატებული მაღაზიის ქსელით და დანარჩენის არის 3.5. ეს არ ქმნის ამინს ხო დამეთანხმები 3% და 4%. ანუ ქსელი არაფერ შუაში არ არის. დისტრიბუტორებს უნდა შევუტიოთ. ის დისტრიბუტორი რომელიც 6 საათზე დგება დილით რომ არ მოხდეს საცობში და როგორი მაღაზიამდე მიიტანოს იმასაც 3%-ის ბევრია მაგით. ესე იგი ესენი არ ქმნიან ამით ამის ქმნიან იმპორტიორები რომელიც თბილად არიან მოკალათებული თავიანთ კაბინეტებში და პარლამენტებში ამუშავებენ სხლებს აქვთ უზარმაზარი საწყობები მათ არ უხდებათ თითის განძრევა ისე აქვთ 30-დან 250%-მდე მოგება იმათ ხელს რა თქმა უნდა არავინ არ ახდენს საკუთარ შვილებს ხარ მოკლავენ აი ასეთი ვითარება გვაქვს ბატონო წინა საახალწლო სამწუხაროდ თბილისში ახლა დღეს კიდევ სიახლე იყო ის რომ ბრალი წარუდგინეს ყოფილ გენერალურ პროკურორს ფაცხალაძეს რომელიც ამერიკის მიერ არის სანქცირებული სწორედ რუსეთთან ჯაშუშური ურთიერთობების გამო და მაშინ ამტკიცებდნენ რომ ფაცხალაძეს უნდა მიცემოდა საშუალება და ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების შესვლა თულა სპეციალურად შესვლა რეგულაციები რომ მიეცათ ფაცხალაძესთვის საშუალება გაეტანა თავის სახელი დასულიყო რუსეთში და ახლა ეს რუსეთის მოქალაქეა უკვე გვარით შეიცვალა გახდა რომანოვი და დღეს წარუდგინეს ბრალის საშინელ დანაშაულში აი ლევან ჯალგმელაძის კვლელობის ორგანიზებისთვის შეკვეთილი კვლელობის ორგანიზებისთვის შეიძლება სამუდამო პატიმრობით ან 20-წლიანი პატიმრობით დასრულდეს. ამან საბოლოოდ დაამტკიცა რომ ლევან ჯალგმელაძის საშინელი სადისტური კვლელობა შეკვეთილი აშკარად კვლელობა თბილისის ცენტრში ჭავჭავაძის პროცესზე სახალხო საჯაროდ ამ ხელისუფლებისთვის გახდა წყალგამყოფი. ივანიშვილისთვის ეს გახდა დამოკლეს მახვილი დაგიდებული მის თავზე. სწორედ ლევან ჯანგველაძის კვლელობა. თუმცა ლევან ჯანგველაძის კვლელობის შემდეგ გაიყო ეს გზები, მათ შორის ფაცხალაძესთან დაპირისპირება ადვილი არ არის ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ის ფაქტობრივად უპირისპირდება იმ ეგრეთ წოდებულ ერთ-ერთ ძალიან და ყველაზე თითქმის გავლენიან რაც მე მაქვს ინფორმაცია, ბაშნიას, რაც ქვია ასეთი ბაშნია დაახლოებით 5-ზე მეტია მოსკოვში და ივანიშვილი ამ ნაბიჯით უპირისპირდება ძალიან გავლენიან ძალიან სერიოზულ ესეთ ჯგუფს ყველა ამ ბაშნის თავი მიდის პუტინთან და პუტინი სწორედ ამ სხვადასხვა ბაშნებიდან წყალებში იღებს ინფორმაციებს ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან და ყველას შეფი და ყველას მეთაური და ყველას ასე ვთქვათ ბოსი არის ვლადიმერ პუტინი შესაბამისად თავად ივანიშვილმა სწორედ ლევან ჯანგველაძის ასეთი სტატისტური მკვლელობით თბილისში დაიყენა თავისი თავი ძალიან დიდი დატყმის ქვეშ და ჩვენ რა თქმა უნდა ველოდოთ მომავალ წელს ამ მოვლენების კიდევ უფრო ძაფ განვითარებას რომ არაფერი რა ვთქვათ ქიმიური იარაღის გამოძიებაზე რომელიც უფრო განვითარდება და ეს ამ საკითხს ვერავინ ვერ დახურავს ეს არის საერთაშორისო კასობრივი წინააღმდეგ უნათური დანაშაული მე ვიცი რომ აქ ემზადებიან ჯგუფებიც აქაც მუშაობენ საერთაშორისო მუშაობენ მათი წარმომადგენლები მუშაობენ რომ ეს მასალები მოგროვდეს და შესაბამისად მომზადდეს საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველაფერი ჩვენ ეს ვიხილეთ ევროპარლამენტში ეს განცხადებები რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი საერთაშორისო რომ კაცობრიობა მისოდეს რა მოხდა აი ეს ქიმიური ნივთიერებები საწარმოები შხამები რო გაურიეს ერთმანეთში და მე ჩაასხეს წყლის ჭავლი გადაასხეს მე და თავზე საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს რუსთაველზე რა მოხდა რა ქიმიური რეაქცია განვითარდა იქ როგორ მოიწამნენ ეს ადამიანები და რა ვითარება გვაქვს დღეს ეს ამ დავასრულებ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ დამდეგი ახალი წელი შობა გისურვოთ უკეთესი სამყარო უკეთესი ქვეყანა განსაკუთრებით მინდა მოგეპიროთ ჩვენ საყვარელი ემიგრანტებს ჩვენ საუკეთესო შვილებს რომელიც ახალ დროებით არ ახალ დაიმყოფებით საქართველოში მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით როგორც ეს მოხდა ირლანდიაში სადაც მე ვიყავი და ნახეს ბედნიერი ადამიანები ვესაუბრე მათ
აუცილებლად დაბრუნდებით, რომ საქართველოს შეიძლება სიტუაცია არ იქნება საქართველოში ასეთი ტოტალური კორუფცია. თქვენ აუცილებლად ჭირდებით სამშობლოს, თქვენი გამოცდილება, რომელიც თქვენ მიიღეთ უკვე, თქვენი მენტალიტეტი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა როგორც დასავლური, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ახლა აქ საქართველოში, სადაც რაღაც სისულელებს ამტკიცებენ, რომ დასავლეთი თურმე საშინელებაა და აქ თურმე ირანი და რუსეთი ყოფილა ჩვენთვის მაგალითი, კატასტროფა არ ვიცი, ვიჯერა ეს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ჯერა. მე ასეთ ადამიანებს ყოველდღე ხვდები, რომელიც მე მიმტკიცებენ, რომ აი რუსეთმა უნდა დაისვათ თუნდაც ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი საუკუნეებრივი ძალიან დიდი სახელმწიფოებრიობა, რომელიც რუსეთი არ არსებობდა, რა თქმა უნდა, მაშინ როცა ჩვენ მქონდა საქართველოს, რომელიც კიდე კოლხეთიდან მოდის, უძველესი დროიდან. ამიტომ თქვენ მინდა განსაკუთრებით ხნეობა, ბედნიერება, შვილების ბედნიერება გისურვოთ და მალე დაბრუნება საქართველოს. ჩემ ქვეყანასაც უსურვებ ბედნიერ ახალ წელს, ამის ვამთავრებ მომავალ შეხვედრამდე.